დილამშვიდობის კიდევ ერთხელ ხალათის გახდის დრო მოვიდა. და მეორე პარტია წიწილების გამოშვების. ხო და მოდი ახლა და ჩავიდეთ ძირს. აი ეს ფულე ძალიან მიყვარს. ხო და ისა. ვეღარ ვიკრავ. ვიჭედები. სამაგერად გულოდეი და აი ამ მაისურს ეხლა რო გამომიგზავნე შენ, ისე კარგავ ხმარობ და ისე თავისუფლად მაქვს და არ ვიკვეხები შიგნით რომ რა იყოს. მაგრამ ეხლა უნდა ეს ავიწიო. რამენაირად. ბავშვი არ გაცივდეს. წამოვაწყდ. წავედით. დავხედოთ. ვიმედით. მომაკვდავ ქათმებს პერიოდულად და გამოვშვათ ქათმებს. ახლა საწეული აქვს და წავედით. გუშინ გავაუთო ივანე შარვალი ჯინსი. თვიდე ხომ და დავაბინაო და რო ვაუთოვდი ჯიბეში ვიპოვე რა. ანუ პარალელურად რო გავაუთოვებ, მანამდე ხო გავრეცხე და ასევე გამირეცხი. ფაილში დევ ავერსის კლინიკის დასკვნა. კბილიზე რომ მყავდა სინჯზე. ჩვენი მდგომარეობაში სხვა შორს არ გაფუჭებულა. მივირთვი რძე და ის რაღაცა. მაგრამ გონია რომ კუნძი შევჭამე იმდენად დამიმძიმდა კუჭი. რა უბად პატაცინა, რა უდიდა სიცოცხლე, ჩემო გაწიწილო. თბილა. მზეს ძალა აქვს უკვე. თუმცა მაინც ხალათი ჯობდა. აი მე სულ ყველანი დგანან უბედურად. ეს აქ დავთოთ. ქარობას მე მივხედა. მე რატო იცი? გუშინ ვიყურე. ძალიან მიყვარს მსახიობი კიანო რივზი. თუ სწორად ვამბობ, მატრიცაში რო გამოდის რა გეცოდინებ. მე ისე ვიქარი. ეს აქ არის. ხო კარგად ახლა გენაცვალ. ხო და რას ვამბობ, ძალიან მიყვარს ეგ მსახიობი რა, თავისი მსახიობობით და თავისი ადამიანობით. ზოგადად რა მახარებს ხოლმე იცი? აი, როდესაც ბავშვობაში მოგწონდა ან ვინმე მსახიობი, დაიწყო ვინდა ურმა ან მომღერალი ვიღაცა რა და წლები რო გადის და არ ერთი წუთი ანუ იმ მოლოდის გიმართლებს ცხოვრების ბოლომდე და ანუ ასად არ შეუცდომელი და შეცდომის ქარში არავინ არ არსებობს, მაგრამ გიხარია რა, რომ ის წარმოდგენა რაც გქონდა ოდესმე სულ გააქვს და არ გეცვლება იმ ხრივ, რომ სულს არაფერს არ იგებ. ხო და ერთ-ერთი ეს მსახიობი ერთი არის მელ გიბსონი, რომელიც ბავშვობიდან მიყვარს და მეორეა ეს. ნუ კიდე არის რამდენიმე, მაგრამ ერთად ეს ორი ადამიანობით ჩემთვის გამოირჩევია. ხო და მაგის ფილმები ნანახი მაქვს და ეს რატო არ მაქვს არ ნანახი, არ ვიცი 3 ფილმია თუ 4 ფილმია, უფრო 3-ია მე მგონი. ქვია ჯონ ვიკი. და გუშინ ერთს ვუყურე და უთოების დროს და ძალიან მომეწონა და ეხლა მეორეს ვუყურე. ბავშვებო, მეც ეხლა ამას ორი ხელი უნდა ცოტა ხანი დაგაპაუზოთ, რომ ეს უნდა გამოუშვა ესენი. ჩემი სიყვარული ხილი.
ახლა მაგარი ჯის კათვები ყვავიوادე. ზანუმებ ბუმბულები. რა საგავა, შეურაცხყოფას დუაყი. აგე ეს საერთოდ წყალთან არის მიყუდებული, რო არ წაიქცეს. ჰა? ოჰ, ტაფიდან არის გამოქცეული, წავდნენ და. ნესტოჯი. არა, და მიყუდებულია წყალთან. რო არ წაიქცეს. სენც შენირად გუშინ გადმოგამოხაშე თეთრეული და ჩავაყოლე ბარბარეს ეს ნაქსოვის ზედა. შეხედეთ. თქვენი აზრით გასწორდება. მე რაღაც იმედი არა მაქვს. ეხლა გეგმაში არის ყავის დალევა და ყავას რო დავლევ თან ვუყურებ რა იმ ფილმს. ცოტა ყავას რო დავლევ, მე ჩამოვალ და მოვაწესრიგებ. დილას კი მოვგავე ცოტა ის ლაითად, მაგრამ მოვასუფთ 2 დღეს ჩააგდეს. ველურებისა და გითხა, მაგრამ მოვაკოდავება. ესე ხო და აქავრობაც დასაბინავებელია, მაგრამ ისეთი კათკათა პირსაწმინდი ავიღე კუხნისთვის, რომ პატარებია და მივიდა. ისე არ ხმარობ რა მაგეებს და ავიღე კუხნისთვის. უეჭოლი ვიცი რომ კაიტას ჩააგდები. ყავა და ვაშლი. ყავა კი მინდა, თუ არ ვაშლი, მოდი არ მინდა ყავა და რაღაცნაირად არ მინდა ყავა. წავმარტო ვაშლი შევჭა. და ჩამოვარდა მიხადავ ტერიტორიას. ეგ ჯობია. ეგრე ჯობია, ხო ფეისო? დედას სიხარული ვინ არის? ვინ არის დედას სიხარული? აბა მითხარი? ვინ არის? ბიჭო. ვინ არის? არ ამბობ? მოდი ჩემთან. მოდი რა ჩაგიხუტოს დედა მაგრად. დებიდო. არ გელაპარაკებ. აი ჰამაკში დაწოლა არის ძალიან მაგარი. იმიტომ რომ მზეა და if. მაგრამ რადგან ჩვენ დღეს წასვლას ვაპირებთ ბაზრობისკენ. დღეს ხო ხუთშაბათია, ხო. ბაზრობაზე რადგან ვაპირებთ წასვლას. ჯერ კი 10 საათია 11 საათი წუთები. 1 საათი რო თქვა გვაქვს დრო. მაგრამ ისა მირჩევნია დილით მოვჩერა ყველანაირი საქმე და აი კუხნა რო რაღაც აწიწილია გულზე მოქმედებს. ვები დედა. ეს ბუმბული საიდან ხო ჩამოვიბესტყე. ბუმბულ. გავაგრძელოთ ჯონ ვიკის ყურება. ეს არის თემუზე გამოწერილი ურსასმენები, რომელიც ყურში 5 წუთიც არ აძლევს. ანუ ან მე მაქვს ეგეთი ყურები რა, ზოგადად პატარა ყურები კი მაქვს. ხო და აი ერთი თავი ესე რომ გავამოძრავ, გადმოვარდება ხო. არ მახსოვს რამდენი ლარი მივეცი, 9 ლარი თუ რაღაც. ხო და ცუდი არ არის. ოღონდ ხმარობ ერთს. მე არ მიყვარს. ორივეს ხმარება რომ მგონია რომ ისა აი ვიღაცა მეძახის არ მესმის, რაღაცა ხდება არ მესმის და ერთი ყური ასტრალშია, მეორე აქ ოჯახში. ამიტომ თან კაი არ ამხრივ ვიცი, ეს რო ჯდება დამაში რო ჩავდებ. და ეს დაიტენება, ამას მეორეს ავიღებ ხოლმე. ხო და ამიტომ კაი ხანი ყოფნის ხოლმე. ჩავხსად ეხლა კი. ალბათ ვსვიდეთ მაგედან 2 წამით. ესე იგი 5 წუთი მაქვს სულ რაღაც გასამზადებლად. მიდივარ ბოლოზარზე. რა ბოლოზარზე კალპა. მიდივარ ბაზრობაზე.
მდუები და ზები ტიგურებია. ხო და ამას ეს ხო არ დავტოვებ, დაბლა ვიყავი. კუხნიან ჭურჭლიან რაღაცების მოსაწესრიგებლად და საეცხი თავკები. ისე დაცხა ხალხნო, ისე დაცხა რომ დამცხა. ხო და 5 წუთი მაქვს გასამზადებლად. როცა სკოლასთან უნდა ჩავიდე მარშრუტკით. რაშაც დაამთავრებს და გამოვა. და მანდელა წავალთ ერთად. ხო და რაზე ჩავთე ახლა? იმიტომ კი არ ჩავთე, რომ საწოლის ალაგება მეჩვენებინა. ეხლა ჩავედი დაბლა. რომ რაღაცები გავაკეთე და ხელპირი დავიბანო თქო კიდე და ის მიყუდებული ქათამი ხო გახსოვს თანავალავო თორე ვერ ხო და წერო დავინახე რომ სადაც მივაყუდე ეს ქათამი წამოწოლი მივიყო რა და შემეცოდა და ეხლა მზე 8 მეთქით გადავდებ იქეთ ცოტა ჩრდილის მხარეს გადავდებ მეთქი ამ ქათამს ხო და სხვა სურათი დამხვდა თქვენი აზრით დილას თქვენ ხო დამიწერეთ რა რომ დამიწერა რომ ისო მაგას უეჭველი კვერცხი ექნებაო ხო და დილას მეც ვიეჭვე გამბავი რა და ცოტა კურკუმზე წავეთამაში რა მეთქი იქნე მივეხმარ ამუბედურ შობიარობაში თქო და გავაჩენინო თქო კვერცხი იმიტომ რომ თვითონ მაგას ვერ იზავდა ხო და ჩავედი ხა რომ ავდგები მე და მივაყუდებ რა ნუ ვერაფერი ხა თანავ ფიქრობდი რომ ხა მართლა კვერცხი თუ აქვს მეთქი არ ჩაუტეხო შიგნით და მე მთლად ვეღარ იქნება საქმე კარგად თქო ქათამს ხო და დავანებე რა თავი დავანებე და მივაყუდე ისე. ეხლა ჩაველი რომ ჩრდილში გადავსვა მეთქი თუ ყდება ბოლო ეხლა სულიერი არსებაა რა და მზეზე და უბედურობაზე შემეცვა. აი ჩაველი ხახნო და ფეხზე ამდგარა დაბლა კვერცხი ედო. იმ შობიარა ხალხო მართლა და დღეს თელღე ქათმები კივიან არ ვიცი მამლებმაც დაიწყეს კვერცხის დება თუ რა არის ეხლა რომ მოვალ იქედან ჩემი ნასკები ჩავიცვა ეხლა რომ მოვალ იქიდან უნდა შემოვიარო სად დადეს კვერცხი კიდე სხვებმა ეხლა ჩავიცვათ და რომელი საათია გავიდეთ 53 2 წუთი მაქვს რა მოგივიდათ აუ 46 წუთია ვერ მოვასწარი უნდა მოვასწრო რომელი აქ ამ საათს ვენდობი 46 всё გავედი ფეხზე და წავედი ფეხზე გავიქეცე ადე ჩავიცვა და შნურაკებს გარეთ შევკრავ ეს ერთი და ეს მეორე ბავშვებს თუ იმას ვეჩხუბები შნურაკები გაიხადეთ ისე გაიხადეთ მეთქი ფეხზე ახლა თქვენ ამჯერათ რომ მე გავიხადე და შევკარე აჰა მოდიათ წავედით და ნახოთ თუ ვიყიდი საერთოდ რამეს გავიქეცეთ ეს ჭირდება ვაიმე მარშრუტკა მოვიდა წავედით მერტო რა ტყუილა ვირბინე ისევ შემოველი ჩემი შნურაკებით
ესე იგი ესეც ზედმეტია სავარაუდოდ რაც ჩავიცვი რა ვიცი გუშინ პალტო მეცვა და ვეღარ გავიგე რა ესე გავედი თავის დროზე გავედი არც გაუსწრი არც არა უბრალოდ ტექნიკა მუშაობს ნახე სადამ დიავიდა ჩემი დასაუთოებლები ტექნიკა მუშაობს გზის ის პატარა მონაკვეთი დარჩათ გასაყვანი და ეგ მუშაობს იმიტომ და თან კი არა და ვერ იმას იზავს რა ვერ ჩაბიულის მარშრუტკა ფიზიკურად მან და ხო გახსოვთ საიდანაც მოდის ხოლმე და იქ არ არსებული ახლა რომ მე ჩამესწრო ამიტომ შემოუტრიალდა ფეხსაც აქ ჩავიცმე ვიმეებს არა და სინამდვილეში მეორეების ჩაცმა მინდოდა და ეს რო შემხვდა ამ სიჩქარეში ეს ხარ ისე ჩავიცვი იყოს ეს არა უშავს აი ესე ვიყიდე 1-4 წლის წინ 60 თუ 70 ლარად დამიკლეს და აი არაფერი არ მოსულია საერთოდ არაფერი არ მოსულია რა ტყუილა ვირბინე ეს ნაბეღლავით გადავიშვი თავზე ხელი რო იცოდეთ თავზე ეს არის ჩემი ნაბეღლავი რომელიც საღამოობით გადამარჩენს ხოლმე გადამარჩენს რას ხომბუფიცი ხანდახან სხვა შორის ეხლა აღარ ეხლა შეგვიძლია ცოტა წავისვათ 10 წუთზე გამოდიოლა შამ და ამოვალ და ვურეკე რას ვამბობდი ეხლა წავისვათ მეთქი და რაღაცაც უნდა მეთქვა და მოვიწყოთ მგელივით რო გავუვარდი ხო სხვა შორის ეხლა აღარ მაწუხებს მეთქი ნაბეღლავზე ვამბობდი რომ 1-2 თვის წინ რა რო იტყვიან მიყუდებულს მეძინა იმდენად მაწუხებდა ისა სიმჟავე დღეს ხუთშაბათია კი დღეს საღამოს ან ხვალდილით იდება ხოლმე ის ჩემი სერიალი რასაც უყურებ ხოლმე ეშრეფის სიზმარი მაგრამ წეგან პოსტი ვნახე რომ თურქეთში იმ ამბის გამო რაც მოხდა ეს 2 დღე არ დაიდება ხო და ვინც არ იცის მოსწავლე შევარდა თავისი მამის იარაღით უიცა თვალი აი რაც დამრჩა აი ეს არა აი ეს თვალი უნდა გავიკეთო თავის მამის იარაღით შევიდა და 3 ბავშვი მე მგონი და 2 მასწავლებელი მოკლა ანუ სროლა და მოკვდნენ და იხოცნენ სიტყვა მოკვდა არ მიყვარს ანუ სროლა ატეხა რა და მოხვდათ მათ 2 მასწავლებელს 3 ბავშვს და დაიღუპნენ და მე ბოლოს თავი მოიკლა ამ ბავშვმაც და აი რა ხდება და რა აიძულებს აი ესეთ ქცევას რა უბედურობაა მართლა რა რანაირი რამე უსვია თუ რა არა ხო და კომენტარებში ვკითხული აუ კაი რა და დადეთ რა მოხდა მერე გავიხედო ჩემი დედალა არ დაპეპლოს რამე კვერცხს გადაურჭა და მაგას შემოაკვდება ეს უნდა გავიკეთო უეჭველი თვალებზე ამიტომ ფანქარი შეიძლება არც მინდოდეს აბასაც წავისვით გებიცებ მე-20 პარტია კივის აჰა ბარბარის უნდა და კლასიკური შარვლის ყიდვა პარლამენტში მიყავ მეორე კვირას თუ რაღაცა ის არის
პროექტი თუ რაღაცა მოკლედ ერთ სიტყვით ლაშას ბავშვები მიყავ პარლამენტში სკოლისა და როგორც ახლა ის მან დაცხო ის არის დრესკოტი. ხო მაგას ეძახიან ხოლმე. ხო და ასათვალეს თუ ვიკეთებ რატომ მინდა ესენი. ხო და ატყდა ეხლა კლასიკური შარვალი არ მაქვს. გუშინ მეუბნება რომ წამოვარ კეთილში წავიდეთო რა 60 ლარი მაქვს და ვივაჭროთო აი ბეუთვალი. თვალი არ დაგკრა. ქათ ეგეთი ის არ არის რომ რაც აგაქის არ ჩაიცვა მეთქი ის კლასიკურები ჩვენივრად აქ რაღაცეები. ბოლო შავი შარვალი ჩაიცვა. ეგ არის. კლასიკურად აღიქნება. ხო და ეხა ხوار უთხრა მეთქი ბარბარე წამოიყოლოს ბარე. და ვუყიდო თანავ ფიქრობ მაგან იცის სიარული და მე არ შევიძლია ეგ სიარული შეიძლება წნევა მამიწიოს ბარბარე უბრალოდ სიარული კი არ იცის არ უყურებს დადის თავჩაყუნული და თუ შენ უნდა იყიდო შეხედე შეუყერო ისედაც ხო ნერვებს მიშლენ ეს გამყიდველები ეხ აი როგორ ვიყიდი ფეხსაცმელს არ ვიცი შეიძლება იმის შემომაკუდეს რომ მივალ და მოდი აი ფეხსაცმელები მაქვს მან ხო იცით რა შემართება და დაურეკავ რომ ლაშას ეხარო ბარბარეც წამოიკონციალოს თუ გვიანი არ არის აქ რა მაქვს უიქარო ძარღვი მქონია და მეთქი რა არის შორს ხედველი კი ვარ მაგრამ თლად ისეც ვერა რომ ხო ისა შეკითხვა იყო იმასთან დაკავშირებით ივანე დარეგისტრირდა თუ არა. არა. აი ხომ მქონდა წარბი და რა მექნა. აი ხო მაინც მქონდა. არ დარეგისტრირებულა ჯერ. რავი რას ველოდებით არ ვიცი, მაგრამ რავი, გაიღვიძებს ალბათ. დღეს ხვალ და ეგ მასზე რავი. აჰა. რომელია საათი 18 წუთი მაქვს რომ თავისუფალი ზოგადად ხო იცით ეს ამ სათვალის გაკეთება არ მიყვარს მაგრამ ამას უფრო ხმარობ არა ეს სამზეოა გავალ თუ არა გაშავდება ეს და კაია. ეს არის ნინოს თმის ამაგრი. ნინო კი არ იყენებს. ესე ხო წავიდე. ზოგადად მიყვარს ეს. იმიტომ შევიჭერი რომ ესე უნდა მქონოდა. ნუ ცოტა სწორად გაყოფილი. მაგრამ არა უშო რითი გავიყვება. რითი შეიძლება გავიყვება. აჰა. და როგორ სწორად გავიყავ. წესით ესე უნდა მქონ მაგისტვის. მაგრამ აბა სულ შეპონწკიალებული ვარ. მოდი დღეს ესე წავიდეთ გიჟებივით. გიჟებივით. მე რომ ლილოდან მოვედი სად არის საყურე? აი აქ. ერთი საყურე მქონდა მოვიხსენი მაშინ რომ მატკინა მეთქი და მეორე როდის დავკარგე ვერ გავიგე და ხვიჩა მიპოვა იქ ჩემო მაზმა და მომიტანა ანუ თან როგორ დავა უიჭოლი გამოვიძრე არ მახსოვს ხოდა მოდი ახლა გავიკეთოთ სხვა საყურე მოღონდ რომელი რა თქმა უნდა ვერცხლისფერი, მაგრამ რომელი? ზიაჩერ ნაჩუქარ საყურეებს გავიკეთებ. აი ეს ლამაზები. ლამაზმანი. მივხუროთ. ამას წავიდეთ, იმიტომ რომ უეჭველი გზაში ავიწევთ მას ალბათ.
ეს რა არის? და წავედი, აბა რომ მოვალ თუ რამე ვიყიდე საერთოდ. კაი იქნება. ჯერ გაკვეთილია კაშას და 1-5 წუთში დაურეკა. ოპას. აიმე, ხო? ეს. რა, ცოცხლები არიან, რა მოხდა? ჩავიცვა ზემოდან. წეს თან უნდა ვიცმებდე, მაგრამ არ ჩავიცვა. თუ ჩავიცვა. აუ ჩავიცმევ რა და იქ შევხედავ თუ რაღაცაა და გავიხდი. რა გავაკეთო? აღარ გავიგე. არ მიმაქვს პირადობა. პირადობა რა თქმა პირადობა კი, მაგრამ ბოლოს არის ფული არ უნდა დამეხარჯა წესით მე. მაგრამ რადგან აღარა ვმუშაობ, გამოვიფხიკე და ბოლოს არის გამომუშავებული თანხას ვხარჯავ. სხვა გზა და სხვა საშუალება აღარ არის, სანამ YouTube არ ჩამირიცხავს 22-ში ხელფასს და მე გალივით ვიქნებ. კარგად ხალხნობა, წავედი ნელ-ნელად. ავიბარგო. მე აქ ცილა მაქვს. მე აქ პატარა ბაიას ფოტო მაქვს. აქ მაქვს ჩემი ბაიას ფოტო. და სულ ხედავ ხოლმე. წავიდეთ, ბარემ ხა ჩავიდეთ და ვნახოთ. თავაზობ 7% გადვადებას. ვინმე მუთხრა რომ მინდოდა უპროცენტო განვადება. წამოდით ვნახოთ კვერცხი ხალხო. მაგე რაღაცა მოიღრუბლა. წავედით ახლა კვერცხს განახეთ და წავიდეთ. ნენა. აი ეს მაქვს იმისთვის რომ ფეხსაცმელები შეალაგონ რომ მიდიან. აი ესე. ახეთ რაც შავი, აქეთ კაია, აქეთ შავი. ჩავიცვა კი არა შეიძლება მივტრიალდე ხა და კლავებიც გავუკეთო ამას. ეხლა მაინტერესებს ის კვერცხი თუ გამაგრდა. და ის ცოტა მივწიო ჭრილში. არ გამაგრებული. გადმოდი, რატო ისე გორავ ვიყავი ეგ. ჩემი ბუერო. დიდას გული. აი რომ მოვალ თქვენ კვერცხებს მერე მოვძებნი. ვითო მეშველება რამე? აბა ბავშვებო თქვენ რა შვებით? წყალი გაქვთ? საჭმელი გაქვთ? ამას დაგაფარებთ უბრალოდ. ესე რომ ზესგან იყოთ დაცულები. მაგრამ ჯობია რომ მე მგონი მივწიო. ახეთ რა ღრუბელი მოკეთ ეხა დაგებშდობებით. ამათ მივწევით ხარეს და გადავაფარებ. რომ გული მქონდეს მშვიდად. მაგრამ აიმათ რა უყო, მიხვდებიან რომ ქვეშ უნდა შევიდნენ? საბიც, ამათ მივწევდა, დანარჩენს რაღაცა იქნება.